ყოველ წუთას ხომ რაღაცა ახალი ამბავია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის ძლიერ სურვილს, რომ შეზღუდოს რაც შეიძლება მეტი დარჩენილი სივრცე ამ ქვეყანაში, მეტი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი. მე ასე დავიწყე ჩემი შესავალი, რომ პოეტი, ექიმი, ჟურნალისტი, ციხეში პარალელურ დარბაზებში სასამართლო პროცესებია, ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია თითქმის და თუ არა აგერ რიგშია წულუკიანის კომისიაზე. თქვენ როგორ გონიათ, სადამდე მივა ეს კამპანია ყველა ციხეში და რა უნდა დაუპირისპიროს ამას საზოგადოება? მოგესალმები სოფო პირველ რიგში და ეს მოვლენები მიუთითებს იმას, რომ რეჟიმი არის, ასე ვთქვათ, მარწუხების კიდევ უფრო მეტად მოჭერის პროცესში, რადგან მას ეშინია მიტაცებული ძალაუფლების დაკარგვის. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს იმისი იცის უფრო სწორედ, რომ არ აქვს ელექტორალური მხარდაჭერა და მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება უნდა. ამ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ განახორციელებს რეპრესიების გარეშე, ხომ? ადამიანების დაშინებისა თუ მოსყიდვის გარეშე. შესაბამისად, მას დაწყებული აქვს ყველა მიმართულებით რეპრესიები და მე ამას ვეძახი რეპრესიებს კანონის სახელით, იმიტომ რომ სწორედ დაინახავს იქ, სადაც დაინახავს თავის სისუსტეს და იწყებს კანონებში ცვლილებების შეტანას იმისათვის, რომ ის კერაც პროტესტის თავისუფალი, ასე ვთქვათ, არაძალადობრივი პროტესტის კერა რომ ჩაახშოს, მაგრამ ასევე ხედავს იმას, რომ ადამიანები არ შინდებიან ამ ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, რეპრესიების ფორმებით, ხომ? ჩვენ ვხედავთ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ხდება დაჭერები, ხდება ჯარიმების გაზრდა საკანონმდებლო ცვლილებებში, ადამიანების დაკავება, ადამიანებზე ძალადობა, იქნება ეს სპეცრაზმელების მხრიდან, პოლიციელების მხრიდან თუ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან, დახვედრები სახლებთან ცემა, მაგრამ ამან არ გამოიღო შედეგები, ხო? ამას კიდევ უფრო მეტად ავიწროვებს უკვე და კანონის სახელით კიდევ უფრო მეტად ზრდის რეპრესიებს. მნიშვნელოვანია აქ აღინიშნოს რა, როდესაც სამოქალაქო პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს იჭერდა, აკავებს სრულიად უსაფუძვლოდ, ეს რა თქმა უნდა არის რეპრესია. ქართული ოცნების რეჟიმს ჩვენ უნდა ხალხს დაანახოს ეს ისე თითქოს რომ ეს არის კანონის აღსრულების პროცესი. სინამდვილეში ეს არის რეპრესია და რეპრესია სწორედ შერჩევითი სამართლის ფარგლებში, ხო? რა არის შერჩევითი სამართალი, როცა კანონი თანაბრად არ მოქმედებს ადამიანებზე, ხო? ანუ რეჟიმს ვინც არ მოსწონს, იმაზე კანონს ავრცელებს სრულიად უსაფუძვლოდ, იურიდიული მექანიზმების გამოყენებით და იმ ადამიანებზე, ვინც რეჟიმისთვის არის სასურველი, ვინც მის კურსს ატარებს, კანონი არ მოქმედებს და არანაირ პასუხისგებაში არ ხდება ასეთი ადამიანების მიცემა. ეს დაკავებები დაიწყო როგორც სამოქალაქო აქტივისტებით, გაგრძელდა უკვე პოლიტიკური ლიდერებით და ჩვენ ვიცით, რომ დაკავებულია მათ შორის კოალიცია ცვლილების სამი ლიდერი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაგ ჯაფარიძე და აქედან ნიკა მელიას შემთხვევაში საერთოდ დაკავება კი არ მოხდა, ჩასაფრებით გატაცება მოხდა. მას ჩაუსაფრდნენ, კი ბატონო, მას ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს, მივიდნენ პოლიციელები ვითომ და რაღაცის გადასამოწმებლად, სინამდვილეში იცოდნენ ზუსტად მარშრუტი, სად მიდიოდა, ის გადაცემაში მე ერთ-ერთ პოდკასტზე მიდიოდა. შემდგომ რამოდენიმე წამში იქ მოხდა აურაცხელი რაოდენობის პოლიციელების მისვლა, მათ შორის ისეთების, რომელიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, ადამიანი ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა გატაცება და გასული დროის მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატების მხრიდან ვახდენთ, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტების გამოთხოვას, ადმინისტრაციული საქმის მასალები არც გადმოგცემია, არც ადმინისტრაციული პროცესი ჩანიშნულა. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმას, რომ პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება სხვადასხვა ფორმით და ჩვენ უკვე ვხედავთ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, შეიძლება ასე დაერქვას ამ კომისიას, ღალატის კომისიაზე კიდევ ახალი დაჭერების, ასე ვთქვათ, დაანონსება. ამ მხრივ კოალიცია ცვლილებების ლიდერები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, რომ დაკავებული არიან ლელოს ლიდერები, ხომ, გიორგი ვაშაძე და კიდევ მოხდება დაკავება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამ მიმართულებით პროცესები არის ჩანიშნული. ეს მიუთითებს რაზე? მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღაზე გადადის და აძლიერებს ამ რეპრესიებს, მაგრამ აქედან
გამოსავალი და გამარჯვების ერთადერთი გზა არის არ თანამშრომლობა. არ თანამშრომლობა და პრინციპული პოზიცია ამ საკითხზე. თქვენ არიზიარებთ სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი აზრით პირიქით მას უნდა ყველა ლიდერი ციხეში, მერე ადამიანელი არჩევნები და საკონსტიტუციო უმრავლესობის გაფორმება, მერე 78 მუხლის ცვლილება, ისინი ემხრობიან მამუკასაც ეს ჰქონდა ბოლო განცხადება პირიქით ამ არჩევნებში მონაწილეობას და ბრძოლის ველად გამოყენებას ამ არჩევნების. თქვენი პოზიციაც თავიდანვე ცალსახა იყო, ცნობილი იყო ეს ნიკასგანაც, მერე ნიკა ყველასგან მოკლედ ვინც აირჩიეს. ჩვენი პოზიცია რა თქმა უნდა უცვლელია და აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს რა, ხო ჩვენ გამოვდივართ საიდან, რას ტკივა და რაზე რეაგირებს რეჟიმი ყველაზე მეტად. დიახს ტკივა სწორედ არ აღიარება, შიდა თუ გარე არ აღიარება. თქვენი აზრით და მაყურებლის აზრით უფრო თქვენ ვიცით, ასე ვთქვათ, რას ემსახურება მაგალითად მილანში, რას ემსახურებოდა მაგალითად მილანში საკონსულოს მეორედ გახსნა, სადაც ოცნების არალეგიტიმური მთავრობა ფაქტობრივად ნახევარი შემადგენლობით იყო ადგილზე ჩასული, ხო? იმისათვის რომ დალაპარაკებოდნენ ვითომ და ხალხისთვის, კიდე იმ ადამიანებისთვის, ვინც ელექტორატად მიაჩნიათ, დაენახვებინათ, რომ აი ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ევროპასთან. სინამდვილეში რა მოხდა? არც ერთი ოფიციალური და მაღალი დონის შეხვედრა მათთან არ მომხდარა. არც ერთი შეხვედრა, არათუ მაღალი დონის შეხვედრა. მათ ერთადერთი ჩაესვლებათ ორბანთან, ასე ვთქვათ, და სხვა კომუნიკაციის გზები არ არის. აქ მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულებით, სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და ფაქტორი, ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე ახალი ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით დაადასტურა, რომ ის დგას დემოკრატიის სადარაჯოზე, რომ ის იცავს დემოკრატიას და ამ შემთხვევაში ყველა ის რეჟიმი, რომელიც საფრთხე შეუქმნის მათ ქვეყნებში თუ ზოგადად სოფლიო წესრიგში დემოკრატიულ წყობას, იქნება პასუხგაცემული და ის რომ პასუხისგაცემის რესურსი და გამბედაობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ბოლო მოვლენებითაც აშკარად არის დადასტურებული და ნაჩვენები, ხო? შესაბამისად, ისევ რომ დაუბრუნდი არ თანამშრომლობის ნაწილს, ყველაზე მეტად ტკივას სწორედ არ აღიარება, ხო? და პირდაპირ მიუთითებს სხვათა შორის ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პრემიერის განცხადება, რომ ყველა ვინც არ აღიარებს, წავა ციხეში, ხო? ამ განცხადებიდან ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება. პირველი პოლიტიკური რეპრესიები, რაც დასტურდება, იმიტომ რომ ოცნების პრემიერი წინასწარ აცხადებს დაკავებებს, რაც მერე სასამართლოს ხელით და ძალით გაფორმდება და მეორე, ტკივად ყველაზე მეტად არ აღიარება. ეს არის ბრძოლა. ამ ბრძოლის ფარგლებში სწორედ არ აღიარებით და არ თანამშრომლობით მოხდა შედეგების მიღწევა. იმ შედეგების, იმ საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება, რაც დღეს გვაქვს, ხომ? ეს არ აღიარება არის გასაგრძელებელი. ამ აღიარების ფარგლებშია სწორედ დასაფასებელი ჩვენი კოალიციის ლიდერების პოზიცია, როდესაც მათ არც გირაო გადაიხადეს და საერთოდ ეს პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის არარსებული კომისია არ აღიარეს. ხო, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კომისიას, გარდა იმისა, რომ მას ფორმალური პრობლემებიც აქვს, არაღიარების საკითხი, რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, შემადგენლობიდან გამომდინარე, თუნდაც არ არსებობს ეს კომისია, ფორმალურად გაუმართავია, ეს არაღიარება უნდა გაგრძელდეს. ეს არის ერთადერთი გზა და ერთადერთი გამოსავალი და სასამართლოზე მექნება ალბათ შესაძლებლობა, რომ ვასრულებთ ფაქტობრივად იმ დაგვემატა ჩართვა და ბრძანეთ, ამიტომ რომლებიც ეხლა ცდილობს შეიტანოს, ეს არის გაგრძელება იმ რეპრესიებისა, რა თქმა უნდა, რაც ოცნების ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს. ხო, მესწრებები ემსახურება რას? მოსამართლეებს ეუბნება, ანუ ყველა სამი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ერთი რომ მარტო დასარსებულ პოლიტპატიმრებს კი არ შეეხება, ყველა მოქალაქე შეეხება, ვინც კი სასამართლოში მივა, ხო, და ვისაც სასამართლოსთან ექნება საქმე. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია მოსამართლეების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მოსამართლეებს იმ დამოუკიდებელ და ღირსეულ მოსამართლეებს, რომლის მაგალითიც ქეთევან მესხიშვილია, რომელმაც დღეს ღია და ხმამაღლა დააფიქსირა თავის პოზიცია და ყოველთვის ასე იქცევა ეს მოსამართლე, ესე იგი ეუბნება, რომ ალტერნატივას უქმნის, დაისჯებით, ყველა დაისჯებით, ჩვენს ხელში ხართ სამაგიეროდ, მორჩილი, მიკერძოებული, დამონებული მოსამართლეებს გაესდებათ ხელფასები, გაესდებათ პრივილეგიები და ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება კიდევ საშუალება უბრალოდ სიახლე დაგვეწია რამა სამხარაძემ დაწერა რადიოებთან დაკავშირებით და ჩვენი კოლეგა მოვიდა ახალი ბრძანება და აყადაღეს რადიოების მთელი ქონებაო, ამიტომ თქვენ რა თქმა უნდა ეს თემა წინადადებით შევაჯერებ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება
ითვლება რეჟიმის ტყვეებს, ორი ქალი პოლიტპარტიმარი გვყავს, ესენი არა მარტო რეჟიმი დღეს, არა მარტო ანტიევროპულ, არამედ ანტიქართულ ღირებულებებზე დგანან და სწორედ ის არიან, ვინც არ გვართმევენ ქართველობას, იმიტომ რომ ეს არ არის ქართული, რაც დღეს ხდება. მარიკა არევაძე, კოალიციაცრულებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.